მოგესალმებით მეგობრებო. ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ EDRP-ის launcher-ს გაწყობილ FBA-ის GTS-ს. ასევე GTS-ში ჩაყენებული არის MVD Helper-ის ქართული ანალოგი და moonloader-ი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს GTS საკმაოდ მოგეწონებათ. დამოვით დავიწყოთ. FBA-ის და პოლიციის დეპარტამენტების მთლიანი ავტოპარკი არის შეცვლილი. ყველა მანქანას აქვს თავისი უნიკალური ციმციმა, რომელიც ირთვება ღილაკ J-ზე. ასევე ყველა მანქანას აქვს თავისი სტრობოსკოპები, რომელთაც ვნახავთ მოგვიანებით. ყველა პოლიციის და FBA-ის სკინი არის შეცვლილი ახალ ვარიანტებზე, რომელთაც ხედავთ ეკრანზე. GTS-ში ჩაყენებული არის უნიკალური განპაკი, რომელშიც არის შეცვლილი იარაღის მოდელები და ხმები. რობოსკოპებს აქვს სულ 7 რეჟიმი, მისი ჩართვა გამორთვა ხდება ღილაკების 9-იანი და 0-იანის ერთად დაჭერის შედეგად. თუ გნებავთ, რომ შეცვალოთ რობოსკოპის რეჟიმი, კიდევ ერთხელ უნდა დააწვეთ 9-ს და 0-ს. GTS-ში დაყენებული არის ახალი დიალოგების სისტემა, რომელთაც უფრო ადვილი არის დიალოგების გამოყენება. რადგან ახლა არის ზამთარი, GTS-ში იყო ჩამოტებული კლეო თოვლი. მისი კონტროლი ხდება პლუსით და 9-იანის ღილაკით. ბოლო სკრიპტი ამ GTS-ში არის კრუიზ კონტროლი. მისი აქტივაცია ხდება პლუსის და მინუსის ერთად დაჭერის შედეგად. კრუიზ კონტროლის გასაჩერებლად შეგიძლიათ უბრალოდ დაატორმოზოთ. როდესაც არის გააქტიურებული კრუიზ კონტროლი, მანქანა დადის თავისით. თქვენ შეგიძლიათ არაფერი არ აკეთოთ და მანქანა ივლის იგივე სიჩქარით, რომელსაც დააყენეთ კრუიზ კონტროლი. MVD Helper-ის ალტერნატივა, რომელზეც ვლაპარაკობთ დასაწყისში, არის Snailmatic. MVD Helper-თან განსხვავებით ის არ ხრჩავს GTS-ს და არის საკმაოდ ადვილი. მისი კონფიგურაციის დაყენება იქნება ინსტალაციის ნაწილში. ახლა კიდე გადავიდეთ ინსტალაციაზე. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის აღწერიდან გადმოვიწეროთ ეს FBA-ის GTS Windows ფაილი. მოგხედავთ, ის იწერება სულ რაღაც 90 მეგაბაიტის ზონის. სანამ ფაილი იწერება, აქ ჩავწერთ EDRP launcher და ვაწვევით open file location. შემდეგ პირველ რიგში ხსნით თვითონ launcher-ს და შემდეგ ვფრუნდებით აქვე და მოწვევით open file location. აი შემდეგ აქ დაველოდოთ როგორც ჩანს. წოხანი დაველოდოთ. შემოწმების მერე აი აქ ზუსტად ასეთივე
უნდა დააღებინოთ ზუსტად აი ასეთი setting-ები, high ANB და ეს ყველაფერი ასევე უნდა მონიშნოთ. შემდეგ ამას ვხურავთ და გადავდივართ აქ. აქ ვხსნით EDRP game, ვხსნით am folders და ყველაფერი რაც არის აქ, გადმოდის აი აქ. ვაწვევით replace the files და შეგვიძლია გავუშვათ JTE. როგორც ხედავთ, moonloader-ი უკვე დაყენებულია და იტვირთება. როგორც ჩანს, ANB არ შეიტვირთა. ეს შეიძლება იყოს იმის პრობლემა, რომ launcher-ში არ მოვნიშნეთ ANB თავიდან. თუ ასეთი სიტუაცია მოხდება, უბრალოდ უნდა გამოხვიდეთ თამაშიდან. დავბრუნდეთ launcher-ში. და launcher-ში გადააღებინოთ low ANB და დავბრუნდეთ ისევ high ANB-ზე. ხურავთ და ვაწვევით თამაშს. როგორც ხედავთ, ყველაფერი შეიტვირთა და JTE მუშაობს როგორც საჭიროა. ჩემს setting-ებს შეგიძლიათ დააგვირდეთ. ყველაფერი გამოიყურება აი ასე. Advanced-ში draw distance აყენია მაქსიმუმზე, anti-aliasing ეყენია X8-ზე, widescreen გათიშული, frame limiter-ი ჩართული. Audio setup-ში აქვს აი ესეთი სიტუაცია. ახლა კიდევ გადავიდეთ ბინდერის ინსტალაციაზე. როდესაც პირველად გახსნით JTE-ს, თქვენი Snailmatic-ის ბინდერი იქნება რუსული. ამიტომაც ის რომ გავაქართულოთ და რომ ჩავაგდოთ ჩემი კონფიგი, ეს ფაილები, რომლებსაც დავარქვი მე Snailmatic config, description-ში შეგიძლიათ ამ ფაილების გადმოწერაც, უნდა ჩავაგდოთ სპეციალურ ფაილთან. გადავდივართ დოკუმენტებში, JTE San Andreas user files, samp და აი აქ, აი ეს ფოლდერი თქვენ არ გიქნებათ. აი ამ ფოლდერს მოვკიდებთ ხელს და ჩავაგდებთ. ამის შემდეგ Snailmatic გახართულდება. თუ არ იცით, Snailmatic არის MVD helper-ის ქართული ალტერნატივა. ეხლა შევალთ JTE-ში და დაგანახებთ. ლუკამა ბანკისკენ ვარ. Snailmatic-ის ბინდერი რომ გავხსნათ, უნდა დავწეროთ chat-ში დახტი ხაზი sm.open. რის შემდეგაც გაიხსნება ასეთი ბინდერი. აქ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი კომანდები. მე უკვე მაქვს პრესეტები, მაგალითად რუპორი, რომელთა შეგვიძლია გადავაყენოთ ავტომობილები. აქ როგორც ხედავთ წერია target car, ეს შეიცვლება მანქანის მოდელით, რომელსაც მისდევთ. ყურადღება, ლაპარაკობს ფედერალურ ბიურო, შეგიძლიათ შეცვალოთ LSPDT, საზრაფოდ გადააყენეთ ავტომობილი და ჩააქრეთ ძრავი. ეს არის დაბაინდებული ღილაკზე, ნამპედის მეხუთე ღილაკზე, ანუ ნამპედზე რო დააწერთ 5-იანს, ეს ბინდი ჩაირთვება. შემდეგ გვაქვს page გამოიყურება ასე, დახტი ლუკამართ ჩამოკიდებულია page, FBI inspector DH, head dia. Head dia უნდა შეცვალოთ თქვენი დანაყოფით, inspector DH-ი inspector ცვლით თქვენი რანკით, dis ცვლით თქვენი სახელის პირველი ასოთი და H ცვლით თქვენი გვარის პირველი ასოთი. შემდეგ მოდის kafis კომანდი. აქ როგორც ხედავთ, ტაქტიკურ კამერაში ჩამოკიდებულია ბორკილები. ხელისძარების მოძრაობით მოიხსნა ბორკილები კამერიდან და დაადო ისინი ინდივიდს და წერია kaf target ID. როდესაც დაწერთ kafis კომანდს, არ უნდა მიუწეროთ, ანუ თქვათ, დაახლა kuf და ვიღაც ID, პირდაპირ მიდიხართ ადამიანთან. აი ესე უმიზნებთ, რომ თავის ზემოთ გამოუჩნდეს, ანუ მარჯვენა ღილაკით უმიზნებთ, აი ესე. და შემდეგ წერთ დაახლა kaf და ავტომატურად დაიდება პირდაპირ ამ მოთამაშეს kafი. ID-ის ჩაწერის გარეშე. ასევე მუშაობს frisk-ზე. frisk-ზე იგივენაირი სისტემა არის, frisk target ID. ესე დაუმიზნებთ და დაწერთ დაახლოებით frisk. და ავტომატურად თავისი RPT
იქნება ადამიანი დაფრისკული. ხო ძმა, ხო. Pinderში ახალი კომანდის დამატება შეგიძლიათ აი ამ ღილაკით, შემდეგ ავტოვებთ edit და აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენი კომანდები. ამით Pinderi დამთავრდა. ბიჭო, დავწერე ძმა. Page არის დახრი ხალხი დაბინდული და ჩატში იწერება. ახლა მანდ სამწუხაროდ ჩატის ბანი და ვერ განახებთ. მაგრამ ხო, როგორც ვთქვათ, გაქართულებული არის, ყველაფერი ინგლისურად არის.